ეს არის გადაცემა ნეომედი და მე მისი წამყვანი იკა სუხიშვილი ვარ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ პროფესიაზე, რომელიც არის ხერხემალი მედიცინაში. მის გარეშე საერთოდ ვერ იარსებებდა სამედიცინო დაწესებულებები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ამბობენ, რომ 2030 წლისთვის 6 მილიონი ექთანი იქნება საჭირო. ექიმის ვავს დიაგნოზს ნიშნავს დანიშნულებას, კვლევებს, მაგრამ ექთნის გარეშე ამის შესრულება შეუძლებელი იქნება. კეთილსინთეზიერი ექთანი და პროფესიონალი ექთანი კიდევ ეს გარანტია გამოჯამრთელების და სწორედ ექთნის როლზე, ამ პროფესიაზე, მის მნიშვნელობაზე, მითებზე და რეალობაზე ვისაუბრებთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან პროფესიული კოლეჯი ამაგის წარმომადგენლები, საექცნო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თინიკო განჯელაშვილი და ამავე პროგრამის პროფესიული მასწავლებელი და ინსტრუქტორი ხათუნა მიქელაძე. მოგესალმებით, თინათინ და ხათუნა, ძალიან მიხარია, რომ დღეს ვართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დღეს ვისაუბრებთ ყველაფერი ექთნის და ექთნის გარშემო მითებზე და რეალობაზე. და საერთოდ რატომ უნდა ავირჩიოთ ეს პროფესია? მე ჯერჯერობით თინიკოს დავუსვავ კითხვებს და მინდა რომ ჩვენი გადაცემა იყოს ძალიან ინფორმაციული იმ ახალგაზრდებისთვის და თუნდაც არა ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ესეთი ორჭოფობენ აირჩიონ თუ არა ეს პროფესია. პირველი მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლეჯი, რომელიც გორშია, პროფესიული კოლეჯი ამაგი, თავისი საექცნო პროგრამით საკმაოდ დიდი ხანია უკვე ფუნქციონირებს და რატომ უნდა აირჩიონ პროფესია ექთანი? რა როლი აქვს ექთანს საზოგადოებაში და რამდენად მნიშვნელოვანია ის 3 წელი, რომელსაც სტუდენტი უკვე ჩარიცხვის შემდეგ გაატარებს კოლეჯში? მოგესალმებით, ძალიან საინტერესო თემა წამოწიეთ წინ, იმიტომ რომ თქვენთვის ცნობილია ძალიან დიდი დეფიციტია ექთნების, ექიმების რაოდენობა საკმაოდ აჭარბებს ექთნების რაოდენობას, ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა, რომ დაინტერესდეს საზოგადოება პროფესია ექთნით და საბედნიეროდ მეტი ყურადღება ექცევა. ჩვენს კოლეჯში, კოლეჯ ამაგში პროგრამა საექთნო განათლება ხორციელდება აბსოლუტურად სახელმწიფო დაფინანსებით, 3 წლიანია პროგრამა. მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. ჩვენთან მოდის სრული ზოგადი განათლებით ადამიანი, ან შეუძლია მეორადაც აირჩიოს პროფესია, ანუ სხვა პროფესია უკვე აქვს და შემდგომ მოისურვოს და გახდეს ექთანი. ჩვენი პროგრამა მოიცავს ევროპულ მიმართულებას, დაფუძნებულია საკმაოდ თანამედროვე მიდგომებზე. წელიწადნახევარს სტუდენტი ატარებს კოლეჯში, ხოლო წელიწადნახევარს ატარებს პრაქტიკის ობიექტზე და ჩვენ მოვიცავთ ყველა იმ მნიშვნელოვან განყოფილებას და ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანი და საჭიროა, რომ ჩამოყალიბდეს ადამიანი პროფესიონალ ექთნად. ჩვენი ექთნები საბედნიეროდ დასაქმებულები არიან საქართველოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკებში და საკმაოდ დიდი მადლობის წერილებით მოგდის იქიდან, იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები საკმაოდ მაღალი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით გამოირჩევიან ყოველთვის. აქვს თუ არა შესაძლებლობა კურსდამთავრებულს საქართველოს გარდა იმუშაოს საზღვარგარეთ იმ დიპლომით? დიახ, რადგანაც კოლეჯ ამაგში გაიცემა მეხუთე საფეხურის დიპლომი საექცნო განათლების მიმართულებით, შეუძლია სტუდენტს კურსდამთავრებულს წავიდეს საზღვარგარეთ იმუშაოს აღნიშნული დიპლომით, იმიტომ რომ აბსოლუტურად აღიარებულია ევროპის ქვეყნებში ჩვენი დიპლომი. არის თუ არა ასაკობრივი ზღვარი? არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, თავარია ადამიანს ჰქონდეს სრული ზოგადი განათლება. ხშირად არის ასეთი კითხვები, რომ რამდენი უნდა გადავიხადო და მინდა უთხრათ, რომ ყველა აკრედიტირებული კოლეჯი დღესდღეობით საქართველოში რომ უფასოა, აი ამაზე უფრო დაწვრილებით მოახსენე. დიახ, საბედნიეროდ ჩვენ არაფერს არ ვახდემინებთ სტუდენტებს, ანუ სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს საკმაოდ ძვირად ღირებულ პროგრამას, იმიტომ რომ სტუდენტის გადამზადებას ძალიან დიდი მატერიალური ტექნიკური ბაზა ჭირდება, ამიტომ კოლეჯი უზრუნველყოფს ყველაფერს, აბსოლუტურად არაფერს არ იხდის სტუდენტი.
აი ავირჩიე პროფესია ექთანი და რას ვაკეთებ, რა საფეხურებს გავდივარ. პირველ ეტაპზე ვიღებ თეორიულ ცოდნას, შემდგომ უკვე ამას ვამყარებ პრაქტიკული უნარჩვევებით და კოლეჯი უზრუნველყოფს სტუდენტებს ასევე უამრავი გადამზადების კურსით, მოწვეული ყავს ხოლმე პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ჩვენ სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს მრავალმხრივ ტრენინგებს უტარებენ და ასევე ჩართულები ვართ, რომ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში დასაქმდნენ ჩვენი სტუდენტები. ძალიან ფართოდ ვართ ჩართულები მათი დასაქმების მიმართულებით. რა პროცენტია დასაქმების, რამდენად შესაძლებელია, რომ სწრაფი დასაქმება მოხდეს, როგორც ვიცი, საკმაოდ დეფიციტია საქართველოში. ოფიციალურად გამოქვეყნებული სტატისტიკა რომ ავიღოთ, 26% მუდმივად საჭიროებს კლინიკების 26% მუდმივად საჭიროებს კადრს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია დასაქმების შანსი. ეს არის ოფიციალური, მაგრამ არის რომ არაოფიციალურადაც ხდება ხოლმე კადრის მიღება კლინიკებში. როგორ უნდა მოხდეს კოლეჯში? როგორ უნდა მივიღო პროფესიული განათლება? რადგანაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სრულად დაფინანსებას, შესაბამისად ხდება პროგრამების მიხედვით იმ საგნების ჩაბარება, რომელიც საჭიროა რომ მოხდეს პროგრამაზე. მაგალითად, საერთო განათლებაზე რომ მოხდეს სტუდენტი, ბიოლოგია და ქიმია უნდა ჩააბაროს, ეს არის სკოლის მასალა. რაც სკოლაში ისწავლება, ის უნდა ჩააბაროს. ელემენტარული უნდა იცოდეს, რომ ჩააბაროს. მე რა ხდება, აი ჩააბარა. შემდგომ უკვე არის კონკურსი და კონკურსის შემდგომ გვაქვს ჩვენ რაოდენობა. ჩვენ ვიღებთ 35 სტუდენტს და პირველი 35 ქულების რაოდენობით ჩაირიცხება ჩვენს კოლეჯში. დაუშვათ 75-ში არ აქვს სურვილი ვიღაცას რომ ისწავლოს და უარი განაცხადა. გამოთავისუფლებული ადგილი არ იკარგება, შემდგომ ვინც არის რეიტინგით, ის ადამიანი იკავებს. რამდენიმე კოლეჯის არჩევის საშუალება თუ აქვს სტუდენტს? რეგისტრაციის დროს სტუდენტს აქვს რამდენიმე კოლეჯის არჩევის საშუალება. პროგრამის არჩევის საშუალებაც აქვს. არა მარტო აიჩოს თქვა საერთო ჩვენთან და სხვა კოლეჯში, არამედ სხვადასხვა პროგრამები, 3 პროგრამა შეუძლია ერთდროულად მონიშნოს. და მე უკვე თვითონ შეუძლია გადაწყვეტოს. შემდგომ უკვე თუ კი ქულების რაოდენობა საკმარისია, თვითონ ირჩევს რომელიც უნდა, თუ კი არ ეყო რომელიმე პროგრამაზე და სხვა პროგრამაზეა დამაკმაყოფილებელი, შეუძლია ის პროგრამა აირჩიოს. ყოველ შემთხვევაში სტუდენტს აქვს, ასე ვთქვათ, ლავირების უნარი, მთავარია მან ჩააბაროს და მოხდება პროფესიულ კოლეჯში და მიიღებს პროფესიას. ეხლა გადავალ ხათუნასთან. ხათუნა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესია ექთანი? იმიტომ რომ ხშირად გონიათ, რომ ექთნობა არის მარტო ნემსის კეთება და ამ დროს უამრავი სხვა დანიშნულებაც აქვს ექთანს. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესია ექთანი და რას აკეთებს ექთანი დაუშვათ სტაციონარში მუშაობის დროს? მოგესალმებით ქალბატონო აკა, მადლობას გიხდით თქვენს ტელევიზიაში მოწვევისთვის. მინდა სიამაყით აღნიშნო, რომ თქვენ ამაგი კოლეჯის თანამშრომელი ვარ უკვე 2016 წლიდან, ძალიან ბევრმა თაობამ, თითქმის 10 წელია მუშაობდა, ძალიან ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და სიამაყით აღნიშნავ და ვიტყვი, რომ ნამდვილად კარგი პროექტია, შემდგარი პროექტია, ნამდვილად საჭირო პროექტია და ახლა მოგახსენებთ ექთნის როლს სამედიცინო დაწესებულებაში, რაც შეეხება ექთნის როლს სამედიცინო დაწესებულებაში. ექთანი ძალიან მრავლის მომცველი სიტყვა, მას ევალება როგორც დანიშნულების შესრულება, ასევე პაციენტის ზრუნვა, ის უნდა იყოს აუცილებლად გულისხმიერი, ყურადღებიანი და რა თქმა უნდა მაღალი პროფესიონალური დონით უნდა გამოირჩეოდეს. ანუ მედიცინის განვითარებასთან ერთად რა თქმა უნდა ექთნის როლიც გაიზარდა და მისი განათლებაც და მისი მნიშვნელობაც გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში. მხოლოდ ახლა ის მითი რომ ექთანს მხოლოდ ნემსის გაკეთება ევალება, ნამდვილად აღარ წარმოადგენს სინამდვილეს, ძალიან მისი პროფესია მათ უწევთ თანამედროვე აპარატურასთან, თანამედროვე მიდგომებთან, ახალ გაიდლაინებთან, ევროპულ გაიდლაინებით მუშაობა, ანუ წესების შემუშავება და ამიტომ მისი განათლების დონე შესაბამისად უნდა ამაღლდეს, უნდა გაიზარდოს და უფრო მაღალ კვალიფიციური უნდა იყოს. რასაც ხელს უწყობს ეს თანამედროვე სამედიცინო კოლეჯები, რომელიც არის ევროპული სტანდარტით, ევროპული
დამოკიდებული გაიდლაინებით და შესაბამისად განათლებაც უფრო მაღალ ხარისხიანი გახდა, ჩვენი სტუდენტების და მოსწავლეების უფრო მაღალი დონის უნარჩვევებს ფლობენ და რა თქმა უნდა სამედიცინო დაწესებულებაში ექთნის გარეშე მუშაობა არის წარმოუდგენელი. ნებისმიერ განყოფილებაში საჭიროა მაღალკვალიფიციური ექთანი, მაღალი განათლების მქონე, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, ზრუნველი და კი და სპეციფიური უნარჩვევებით გამორჩეული ექთნები არის საჭირო უკვე ამ ეტაპზე. ძალიან ბევრ დროს ატარებენ ექთნები პაციენტებთან და არის თუ არა მნიშვნელოვანი მათი ფსიქოლოგიური მომზადება, ფსიქოლოგიური განათლებაც ხო არ არის საჭირო იმისთვის, რომ გარდა იმის, რომ რაღაც მანიპულაციები ჩაუტარო პაციენტს და მასზე იზრუნო, როგორც ფსიქოემოციური მხარეც მოაწესრიგო მათთან ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ექთან უნდა იზრუნოს და უნდა იზრუნოს პაციენტებთან ემოციურ მხარეზეც, იმიტომ რომ ზოგჯერ ზედმეტი ყურადღებაც არ არის სასურველი, ზოგჯერ ყურადღების დეფიციტიც სავალალოა. ამიტომ უნდა ოქროს შუალედი უნდა აირჩიოს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ისეთი გულისხმიერება ძალიან მნიშვნელოვანი არის და ის ფსიქოლოგიური ასპექტების ფლობა ექთნისთვის არის აუცილებელი, როგორ მიუდგეს პაციენტს, ანუ სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ზოგს ფსიქოლოგიური აშლილობის, ემოციური დაძაბულობის მქონე პაციენტებთან როგორ იმუშაოს, რომ მიიღოს სასურველი შედეგი. რა დროს ატარებენ სტუდენტები კლინიკაში პრაქტიკული უნარჩვევების სწავლების პროცესს, როგორ გადიან და რამდენად ხელს უწყობს კლინიკა იმისთვის, რომ მათ პრაქტიკა სრულფასოვნად და სრულყოფილად გაიარონ იმ დაწესებულებაში, უკვე უნარჩვევები გამოიმუშაონ. როგორც ქალბატონმა თინათინმა მოგვახსენა, ეს სწავლების პროცესი არის 3 წლიანი, წელიწადნახევრის განმავლობაში გადიან თეორიულ კურსს სტუდენტები და შემდგომ წელიწადნახევარს გადიან პრაქტიკულ კურსს სხვადასხვა განყოფილებებში, სხვადასხვა მიმართულებით. ისინი სწავლობენ და ეჩვევიან იმ ძირითად უნარჩვევებს, იმ უნარებს, იმ ჩვევებს, რაც უნდა შემდეგ გამოიყენონ თვითონ. წელიწადნახევრის განმავლობაში კლინიკები აბსოლუტურად უზრუნველყოფენ ამ სტუდენტებისთვის იმ გარემოს, რომ მათ ქონდეთ შეუზღუდავად განათლების მიღების, პრაქტიკულ უნარჩვევების ათვისების საშუალება. აბსოლუტურად სრული ხელშეწყობა სამედიცინო დაწესებულებიდან მე კი თუ კი სადმე რაიმე ურთიერთობა მქონია აი ამ მიმართულებით. და აქვე მინდა აღნიშნო, რომ საუკეთესო სტუდენტებს ყოველთვის აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კლინიკამ დაიტოვოს იქვე სამუშაოდ და საუკეთესო, როგორც ვიცი, საუკეთესო სტუდენტებს არასდროს არ უშვებს კლინიკა და ამიტომ მეტი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ შემდგომში გარანტია ჰქონდეთ დასაქმების. როგორც ვიცი, სწავლება გარდა იმის, რომ არის კლინიკებში პრაქტიკული უნარჩვევები და პრაქტიკაზე მიდიან საკმაოდ დიდი ხანგრძლივობით, წელიწადნახევარი, თეორიასთან ერთად თვითონ კოლეჯშიც ხდება ცე-გარემოში მულიაჟებთან საკმაოდ ინტენსიური მუშაობა. აი ეს რა დროს უთმობენ და რამდენად მნიშვნელოვანია მულიაჟებთან მუშაობა, რომ შემდგომ უკვე კლინიკაში მომზადებულები წავიდნენ. დიახ, კოლეჯს აქვს საკმაოდ აღჭურვილი, კარგად აღჭურვილი ცე-გარემო, სადაც გვაქვს ყველა ის მულიაჟი, რომელიც საჭიროა ნებისმიერი პროცედურა მანიპულაციის ჩასატარებლად, რომლის უნარებსაც უნდა ფლობდეს ექთანი. ჩვენ სწავლების პროცესში ვაკეთებთ ასეთ რაღაცას, სტუდენტები თამაშით, ანუ როლური თამაშებით სწავლობენ ნებისმიერი მანიპულაციის ჩატარებას, ჯერ სწავლობენ თეორიულად, შემდეგ იმას აკეთებენ პრაქტიკულად, შემდეგ უკვე ერთმანეთს უცვლიან როლებს და იმდენად არიან უკვე დახელოვნებულები პაციენტთან ურთიერთობაში ვიყენებთ როგორც კომუნიკაციის უნარჩვევებს, ასევე პრაქტიკულ უნარჩვევებს. კლინიკაში, როდესაც მიდიან ჩვენი სტუდენტები, რეალურ გარემოსთან შეგუება არ უჭირთ. ეს წინაპირობაა იმის, რომ რეალურ გარემოსთან პაციენტთან შეხების დროს მათ უკვე აქვთ რაღაცა უნარჩვევები გამომუშავებული, რომელიც კოლეჯის ცე-გარემოში გამოიმუშავეს. და ბოლო შეკითხვა, როგორ მომზადებულები მოდიან სტუდენტები კლინიკაში? თქვენ გიხდებათ ნულიდან მათი უნარჩვევების გამომუშავება და სწავლება, თუ კოლეჯი საკმაოდ მომზადებულ კადრს გიგზავნით?
ბატონო, მინდა აღვნიშნო, რომ კოლეჯიდან ნამდვილად მომზადებული მოდის კადრი ეტყობათ, რომ ეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ხარჯზე გავლილი აქვთ ამ საცდელი, ასე ვთქვათ, როლური თამაშებით მიღწეული შედეგები ემჩნევათ და ძალიან დიდი სურვილი აქვს და ძალიან უხარია და ერთი სული აქვს, ასე ვთქვათ, ეს გამონათქვამს გამოვიყენებ, რომ მოვიდნენ კლინიკაში და რეალურად პაციენტებთან, რა თქმა უნდა, ინსტრუქტორებთან ერთად და მათი მეთვალყურეობის ქვეშ გააკეთონ ის სამედიცინო манипуляციები, რაც მათ უნდა ისწავლონ და უნდა შემდგომში იცოდნენ და დიდად კმაყოფილები არიან, მინდა გითხრათ, ეს რეალურ გარემოში ბევრად კარგად ითავისებენ აი იმ თავის პროფესიის უნარებს, თეორიული ცოდნა კარგი აქვთ, მაგრამ რეალური გარემო უფრო მოწოდ, პრაქტიკული მეცადინეობები მათთვის უფრო სახალისო და გარდა სახალისო შემეცნებითი და უფრო ბევრის მომცემია მათთვის. საინტერესო. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან პროფესიაში შევეხეთ. პროფესია იქთანი, რომელიც გამომეორდება და არის ხერხემალი სამედიცინო დაწესებულებების. მე კი შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საზოგადოებრივი კოლეჯი ამაგის საერთო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი თინათინ განჯელაშვილი და საერთო განათლების პროფესიული მასწავლებელი და ინსტრუქტორი ხათუნა მიქაელაძე. ეს არის გადაცემა ნეომედი ეკა სოხიშვილთან ერთად. გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამო 7 საათზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.